მოგესალმებით ყველას. დადგა ეს დრო. დავბრუნდი დიდი ხნის შესვენების შემდეგ, მანამდე მქონდა ერთი ვიდეო, სადაც ამაზე ვლაპარაკობდი არკეინის თეორისტი, მაგრამ რეაქციის ვიდეო არ ქონია, ასე რომ დავბრუნდი დიდი ხნის შესვენების შემდეგ და ვაგრძელებთ, უბრალოდ ვასრულებთ უსაშველოების პირველ სეზონს. მეექვსე სერია დაგვრჩა და მეექვსე სერიას ვუყურებთ ახლა. საკმაოდ ისე გამოვიდა. ცუდად გამოვიდა რა, ის რომ მეხუთე სერია ვნახეთ და მე შესვენებაზე მოგვიწია გასვათ ან დიდი ხნით თქვენახევრით. მაგრამ დავბრუნდი, რაც თავარია. ვუყურებთ პირველი სეზონის ფინალს და ვისაუბრებთ ფინალზე, ზოგადად შევაფასებთ ფინალს. მეორე სეზონის გადადების შესახებ არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით, მაგრამ ამბობენ მალე დაიდებაო. თუმცა მაინც უნდა ვირჩიოთ, ახლა ჯერჯერობით არ დაიდება, დარწმუნებული ვარ, ერთი თვე მაინც 100% დარწმუნებული ვარ და მანამდე უნდა ეს ვქნათ, რა ქვია. აგვერჩია სერიალი, რომელიც გამოვიდოდა უსაშველობის მაგივრად. თავიდან გადავწყვიტე წინა ვიდეოშიც მოგხსნათ თქვი რომ უნდა იყოს ანიმე სერიალი და გამოკითხვის მიხედვით გადაწყდა რომ უსაშველოების ჩანაცვლების დორორო. ხა. 24 სერიენია მოკლედ და ყოველ შემთხვევაში როიცოდეთ წინასწარ თუ სანამ დოროროს დავასრულებთ, მანამდე გამოვა უსაშველოების მეორე სეზონი. უსაშველოებს არ ვუყურებთ, დაველოდებით დოროროს დასრულებას და მერე ვნახავთ ახალ სერიებს. რაც შეეხება მეექვსე სერიას. რას უნდა ველოდებოდი, არც კი ვიცი, წინა სერია იყო საუკეთესო, მართლა ძალიან მომეწონა, რამდენჯერმე ვთქვი უკვე, განსაკუთრებით ფინალური სცენა იყო არაჩვეულებრივი, ჩემი საყვარელი მომენტი ჯერჯერობით უსაშველოებში და ახლა მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი, ცუდად აქვთ ჩვენს ბიჭებს საქმე, იმიტომ რომ პატივცემულმა გოგიტამ აშკარა ახლა რომ რაღაც ჩაიფიქრა. კარგი იქნება თუ ლადოს დაუჯერებენ და არ მოიქცევიან ისე როგორც აპირებენ, მაგრამ რა ვიცი. არ მგონია რომ დაუჯერებენ, 1-2 სპოილერი ვიცი და თად ისე არ ვიცი როგორ მთავრდება და რა მოხდება და რას გაუჩაიჩებს გოგიტა ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ის ვიცი რომ კარგი ფინალი არ იქნება ჩვენებისთვის, ეს ისე რაც ცხადია. სანამ დავიწყებდეთ, მინდა თქვა რომ ყოველ შემთხვევაში ერთადერთი პერსონაჟი, რომლისთვისაც მართლა მინდა რომ ეს ფინალი, კარგი ფინალი იყოს, ეს არის ვატო. ვატო ყველაზე კი ჩვენ ბიჭებსაც ჰქონიათ ბევრი პრობლემა და ბევრი ცუდი მომენტი რა ისეთი, რომელიც გამოსასწორებელია და მესმის რატომაც აპირებენ ამერიკაში წასვლას და რატომ ცდილობენ ასე ფულს შეწონას გოგიტასთვის. ბოლოს და ბოლოს ვატო აგერ ცოცხალი მაგალითი ამერიკაში შვენივრად ქონდა საქმე და მოვიდა ყველაფერი ჩაეშალა, რასაც გეგმავდა. მაგრამ ხო, ვატოს ყველაზე მეტი, ამ შემთხვევაში ყველაზე საცოდავი მათ შორის არის ვატო. იმიტომ რომ რაც საქართველოში ჩამოვიდა, ტიპს საერთოდ არ უმართლებს არაფერში და მართლა მინდა რომ ერთხელ მაინც გაუმართლოს და აეწყოს ცხოვრება როგორც უნდა ისე. ელენესთან შერიგების შანსი რომ მქონდეს, მაგას ვერ ვიტყვი, მილიარდჯერ სცადა და მილიარდივეჯერ ჩაეშალა, ასე რომ შეგვიძლია დავივიწყოთ. რატო, შეიძლება არ არის გამორიცხული, გამიკვირდება თუ შეურიგდებიან და ერთად იქნებიან საბოლოოდ, მაგრამ იქნება ძალიან კარგი. იმიტომ რომ ვატო აშკარად მეც იმსახურებს. ისევე როგორც ლადო. ლადო არის ისეთი, ჯერ ერთი ყველაზე გამოცდილია მათ შორის, მთავარ გმირებს შორის და მეორე ერთი ისეთი პერსონაჟია, რომელიც ეგრეხია და არ ახმოვანებს თავის იმას, რა სჭირდება, რა პრობლემა აქვს, რა სჭირდება, არ უყვარს პრობლემებზე საუბარი. ახლა ეს ხარჩოს ამბავიც დაემატა და ლადოსაც აქვს ბევრი სანერვიულო. თან როგორც უკვე თქვი, ყველაზე გამოცდილია და იცის რატომაც არ უნდა ენდონ მათ რა ქვია გოგიტას, მაგრამ ზაკა იმას ენდობა რა ქვია.
ტორიკას. ასე რომ ხო. ორივეს მესმის, საკასიც და ლადოსიც. ასევე მაინტერესებს ზუკა რას იზნავს, იმიტომ რომ ფინალში რაიმე ერთი კონცერტი გაიგება თუ ჩაგვიტაროს. რა ჩაგვიტაროს. იხუბრე რა თქმა უნდა. საზანოზაძის კონცერტები ისედაც ბევრი გქონია. ასე თუ ისე დავიწყოთ. დავასრულეთ უსაშველოების პირველი სეზონი. მე-6 სერია. 5, 4, 3, 2, 1 დავიწყეთ. ინტრო კლასიკურია, ვერ რო უკვე ფინალს უყურებთ. ცოტა შევიწევ რა. Вот сейчас и спросим. Все готово от Саватанем. Дуже дякую. Это большое спасибо. უკრაინელები არიან? თქვენ ხარებო თქვენ გააჯვით თქვენ ქვეყანაში და იქ ილაპარაკეთ რუსულად. ხო გაიგეთ? რუსკი კარაბლიტი ნახვი. Слава Украина! Мы из Украины. უკრაინელები С არიან. Украины мы. What? С Киева. Sorry. Sorry. Извините, девочки, it's my love China. Красивый день. Настя. It's my watch. მე რა ვიცი რუსულად ლაპარაკობ. Ah, yeah. ხალი კატალიზატორი ჩავაყენე. არ ველოდებოდი ბიასკარ ასეთ რეაქციას. ან ყველაფერი რიგზეა, ხო? დიახ, ჩავატანე. დიახ, წავატანე. ეს სოფეხია. და მინდა რომ სულ ბედნიერი იყოს შენ რა. გაიხარით. სულ მშვიდობით იარი. ძალიან მე. დახონდის. გილოცავთ დამდე გახალწელს. აუ, მადლობა ფისო. წავიდეთ. ერთით. მიხარია გახარებულს რო გხედა. რაღაც უნდა გითხრა. ამერიკაში ვიდივართ. ხარი? უკვე? რო გილაპარაკე ამერიკაში წასვლას ვაპირებთ. ხო, მახსოვს. მალე მივდივარ. მაგარია. დღეს. დღეს? დღეს? ოპა. მეც კი ვერ მოვწვით ახლა. მომენატრები. მეც. დაიცი რა ვიფიქრე. სანამ წავა. ხო არ გამარტავდეთ, სასტუმრო ვიქირავოთ. შამპანური და ჩვენ დაგროვილ სურულებს მივცეთ. არა. აუ, გთხოვ, დღეს არა. არ არის კარგი იდეა. თუ დღესვე მიდიხართ, მართლა არ არის კარგი იდეა. თელი სერიალია დაგდება რა. ხო თელი სერიალი მაგისო და გამისწორო ეს თელი სერიალია დაგდებ? ეს რა ფრაზა იყო უკაცრავად? ესეც დედპული ხო არა? შერიგდნენ? შენ მაგარი ჯი. აუ, თან როგორ გვამზადებენ? მამა უსლადე. შენ იყავი კარგად. რაც შეეხება ჩემოგან, ჯერჯერობით არაფერს არ უჩივი. აუ, რა მაგარი კაცი. ბიჭო. ეს აღარ მახსოვდა როგორც ზაკას ფიქრებს ასეახლოვანებდნენ. ჭკუით, ზაკა, ჭკუით. აიხარით. საერთოდ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ტელეფონისთვისაც და ყველაფრისთვის. რა ხონდეს? დაფო. როგორც მაგაცები? ფუ, ყალე. რა უნდა დავამოვოს? არც ისე. კარგი. ტელეფონი დავიბრუნე. შეგიდე მთელი ამბები რო ატეხე ამის გამო, ა? აუ მამაო, რაღაცა მინდა რომ გთხოვოთ რა. აი ვარ დაგიმალოთ ბოროც ავყევი და მაგარ შარში ვარ რა. აღარ იტყვი რა გინდა და თქვი? ხო. ძალიან კი მსხვენია, მაგრამ აი არავისთან აღარ მაქვს მისასვლელი რა. მითხარი, გისმენ მეთქე და მითხარი. ერთი კვირით რო ეს ტელეფონი მათხოვოთ, შეგიძლიათ?
იმენა ერთი კვირით რა. მერცო გადაარჩინე და მოაგვარებია. სუდად არის. ხო. ამახსენდა რა ხაჭო. როგორ ჩემის და რომ მაგრად ბოზები ჯინაზე ხაჭო როგორ არის ჩემი ძმა შეოპარაზია შეერთებული ამ ხელა იმ ფაქტი ოპერაცია გადაიწერა შეერთებული. ხაჭო მაგარია ძმაო მგელია გამოძვრა ო კარგი ცოცხალია. ეგეთებიდან ორი წამით ვიფიქრე წინა სერიაში რომ ვერ გადარჩა და ვადო უმალავდა ჩვენებს. აშნია თუ გამოძრება აბა რა სიზავს გვეჩქარება და მოყომარდი რა მალე ხო, ზუკა იტალია მეთქი. ამერიკაში ეწას. მე აგირჩევ რომ ეგრე მოიხსენიო. მაინტერესება რა ახლა შევი არ ვიცი ძმაკაც არ გამიტესტავს მე და ხა აბა რა ისმინე ზაგამ გადესტა. ხაჭოს ოჯახში აწუდი რა მოვიკითხავით რა შქია მოიკითხავ შევაწო რას ქვია უნდა შეაწოდო და იაშნია შევაწოდე იაშნია შეაწოდე შევაწოდე აბა რას ვიზავ აბა რას იზამბი ხო აბა რას ვიზავ მაგრა ძმა შეაწოდე ამათი ურთიერთობები რა თქმა უნდა ვერც კი უბრალოდ სიტყვა უნდა ვახსენო. ახლა ესეც ო ბიჭო რაღაცა ისეთი თემაა და შვიდობა არ აქვს ბოზებს ბიჭო ვიცი სინცა მოკითხვა გადმოცა შოკიდან და რავი მადლობა ზაკას და ნადოსი უგორი ჩემს გვერდით მიგულოსო თუ რამე დაჭირდესო ამაგაზე ინაცვალეთო მაგრამ მამეთ აქ რაღა უნდა დამჭირდეს ბიჭო აი დღე-დღეზე ვიხევი ამერიკაში და ეგა ო როგორც იქნა მოვიხოდები ბიჭო იცი ვისთან მივდივა ოლიკასთან ბიჭო ო რა ერთად ვიპატები ეს რა საუ მერტი თქვენკენ ძმაო ფარო გაიხარე ტიპის სიკვდილივით გაიჩინე. მაჩუკე მაჩუკე კი ვერ ვიცანი კიდე. ეს რა არის მიქელა ხარ ბიჭო სიკვდილია. ეხა წელია რა რა ადგილი რა მაჩქეს და წამოვიღე ანუ ჩაის კონვერტი გამო ლიზას აუტანა და რასაც გინდა გაჩუქე იქსა თვალე მაჩქე სხვა რა მემთხო მაშინ ეკუდი მაჩქე სხვა რა მემთხოვე ბიჭო სხვა რა მემთხო ფულს გაჩუქე მართლა მაჩქე იასნია ბიჭო აიტანე და გაჩუქე დავაი ბოდიში იმ დღევანდელზე შენ არ უნდა გენახა მე ამერიკაში მივდივარ მოვიხოდები და ეგრევე ჩამ საკადალიზაც შერიგდნენ ჯერ არა მაგრამ შერიგდებიან სანამე ჩამოვალ ეგ დანა გედოს მაინც ყოველი დანაჩქა ხო იცი 1000 ბოზი რა როცა დახედავ მე გაგახსენები ხო დალშე ვასაპზე დაგესვიაზე შენი ზაკა ბიჭო ნახე რა ხდება მაგარია გამარჯობათ გამარჯობათ ჯოინტები გავითრიოთ ეხლა ჯოინტები არა სერი პირველი სერია გამახსენდა იგივე თქვა ზუსტად ყიდით არ გავაბაზრებ ბოზე აუ ისე თუ პონტია არ გვაწვალო არ გვატარო ეხლა რა იქ ტყეებში და სადარბაზოებში ტყუილად და არა მეგობრებო ჩვენთან ყველაფერი მხოლოდ გროვინგისთვის არის ვისო გასაზრდელადო რა ხო და ის რა პონტია ეს CBD არის CBD ამშვიდებს და გარდა ამისა შეუძლია ამშვიდებს არა ხო კარგია ამშვიდებს მხოლოდ მეტი არაფერი ვეც ზუსტად ეგ მინდა გენაცვალე და რისი შემიძლია შემოგთავაზოთ შოკოლადი, ჟელიბონი, კანფეტები, საღეჭი რეზინი, ასევე ჩაი, ყავა და შამპუნი, საკონის კი.
ყველაფერი. ყველაფერი. და ჯოინტებიც ვუაყოლეთ კიდე რა. აი და ის მწვანე ყველაზე დიდი რო გაქვთ აი ეს ხო? ე ბატონო. აი ჟამხელაა ბიჭო. და აი გვინდა ზუსტად დელოს გაუსურდება ძმაო ნახე რა მაგარი ეს დავითე. არა. ეგა ლადო. ნახე რა სუნიას ბიჭო აქ მომდის სუნი ნახას. ნახე რა სუნიას ეს რა იქნება თო? აუ ისე ბიჭო ესე მშვიდად რო ფაქტი აკვეღო გახსოვს? არა ჩემო. ხანსად დავდივარ. ეს უკაც და რადოს ამდენი ხნით ერთად არ ყოფილა. ანუ ერთად საქმე არ დაუგეთებიათ ჯერ. მაგარი იქნება. ოპა. გამარჯობათ. მოგზანდით. გამარჯობათ. გამარჯობა. რა სუნია ბიჭო? ხوار გამოყოლებით ბიჭო. აი რა მოგევიდა უბრალოდ პლანია რა გერაინს ხوار ვიჩხიროთ. ხო არა, დიდი მადლობა. ეხლა რომ გადაგაკეთებ კაპეზე, მე მელაპარაკე გერაინზე და მოსაწოდე ბიჭო. აი რა უბრალოდ ფისკია. ხმა ბიჭო. ფაქტი ამოიღე. ფაქტი მეთქი ბიჭო. არა მაგდო. უბრალოდ შეხედე ძმაო, რეპერი კაცია, კლიპებში იღებენ ძმაო, ხელოვანი კაცია რა მოგივიდა ძმა. შენ ხარ? არა. შენ ხარ? მაზია რა. რაც ეს მაზი ვიშოვე, იმის მერე ამოვისუნთქე ბიჭო. მაგარი მალამოა თო. ჭუმბურიძე. სუკა. უნდა უმადლოდეთ. აგვიშვებ უბრალოდ სადი საცო. ჭუმბურიძის მამამაც გადაგვარჩინა. დავიშობლა, ჩვენ დავიშობლა, გავიდა. მადლობა თო, აბა. აუ, რეკლამა ნახეთ. აუ, რეკლამა ნახეთ მეთქი და რეკლამა ჩავერთო. აუ, რაში გამომადგა, ბიჭო, რაში გამომადგა, ხო ხატა. Короче, აბა, მიდიხარ ბათუმის პორტში, იქ ხდება მივედით, მამალაძე. დაიმახსოვრე, მურთაზ მამალაძე. მაგასთან მიდიხარ და იქ ყველაფერს დაგაკვალიანებთ რა. ჩვენ ვაფშე გვეგონა რომ გავფრინდებოდით. ბიჭო, ბათუმის პორტში. გაფრინდებით, მაგრამ სანამ გაფრინდებით, ეხა რუმინეთამდე გემით უნდა მიხვიდეთ. ხოაზე ხა მაგარი კრუიზნი ლაინერია. ხო. მე იქიდან რუმინეთიდან გაფრინდებით პირდაპირ, მექსიკაში მაგარი ბოინგით რა. მამალაძე ვაფშე ბოლომდე მეთქი კიდე მოატყუა რაღაც, ანუ აშკარად მოატყუა, მაგრამ Короче, ხა მექსიკაში რაღაც 1-2 დღეს, ხოაზე ხა ჩასაჯდომი გექნებათ, მაგრამ მე ეგრევე შტატებში ხარ რა. და როგორც ვილაპარაკეთ, ხოაზე ხარ თო. მარტო ზაკას რატომ ველაპარაკება? Короче, გოგით. ანუ პრინციპში ჩვენ ხა დაუგაზარდა. ზაკას აქვს უფრო მეტი. ფული შენ გაქვს. კოლიკასთან კონტაქტი, ასე რომ შენიც. კი, ლოგიკურია. ეხლა, რასაც მამალაძე გეტყვით, იმას აკეთებთ რა. და ყველაფერი ხუთიანზე იქნება, თო. დავაი, აბა თქვენი. აბა, დავაი. დავაი. კარგად. ოლიკა მოგხედავს თუ ხო გითხარია რა. ოლიკა არა პროჭა დაგხვდება კრაფთან რო ჩახوار რა. ბიჭო ვაფშე რისიმენზე ხარ ერთი გამოგებიქოს. აუ ხო ვიბაზრეთ 1000 ჯერ, ეხლა რა პონტიცა აიგა და ვივდივართ რა ლადო რა. რა გინდა ეხლა ვისთან მიყავართ ვაფშე? ჩემი ძმაკაცის შვილია, ისედაც უნდა იცნობიე. ხო და მაგის ძმაკაცია ამერიკაში. 10 წელია იქ არის, მოხოდილია. იგრებ დაახვდეთ რო ჩახვალ. არ ვიცნობთ და რა პონტი არ ტეხავს და. ვინა რა ახალ პერსონაჟს დამატებენ ფინალში? ერთ და რაღაცა რჩევას მოგცემთ ან გზას გასწავლით, ბიჭო, ამერიკაში ცხოვრობ არ გონია, ბიჭო. ადო როგორ ხარ? კარგი, საინტერესოა ბატონო. ზუკა ზვა. რა ხდება ხომშვიდობა? კი, პატარა საქმე მაქვს რა. ჩემი შვილი გაგაცანი ხო? ამოიქით ვისაუბრეთ მაშინ. ეს მისი ძმაკაცი და აუ მაგრად მიწდება რა მაგაზე დარეკვა რა. ბიჭო, ხო იცი მამა შენი როგორ მიყვარს და ბაზარი არაა, მაგრამ იქით რაღაცაზე დარეკვა მაგრად მიწდება რა. ბიჭო, ერთი ზარის განშვება რა გახდა ბიჭო. კარჩი, როგორი თემაა იცი ჩემი ძმა?
ხვალ მივდივარ. თითქმის 15 წუთია უკვე სერია. მიმდინარეობს და ცნობისთვის ვატო ჯერ არ გამოჩენილა. ხო, მაგრამ ის საერთოდ სხვა თემაშია რა. ფინალისტვის გვიტოვებენ დავიჭი რომ ვატოს. მიდია. ბიჭო, რამდენს მალაპარაკებ, თო ერთი ზარი საქმე მაქვს მართლა სერიოზული. კაი, დავრეკო მაშინ. დავრეკო. კაი ხარ. ციგარი ხარ ჩემო. მერაბ როგორ ხარ? გაუმარჯოს მო, მადლობა მე არ ამეშო. მერაბ რაზე გაწუხებ, შეიძლება გაგეცინოს რა. აქ არიან ჩემი უბნელები, ჩემი მეგობრები. აი, ლადო თუ გახსოვს, მამა ჩემის ძმაკაცი, მაშინ რომ დამირეკე და მთვრალები რომ გესაუბრეთ. მერაბს გაუმარჯოს, მაო, ლადო ვარ, კერვალიშვილი. თუ გახსოვა. გაუმარჯოს მო. გეგენაწვალი. მე ზუკა ვარ, ჩემო ძმაო, შემოგივლი, ვაბა. ის რეპერი ვარ. შენ რო დაგელაპარაკებოდი, მაგრად მიყვარხარ ჩემო ძმაო. მე კი არა, რავი, ვისაც შენ არ უყვარხარ, რავი, მის დედა შევეც. მერაბის სიცოცხლეთო, მე ზაკა ვარ კერვალიშვილი, ვიცნობდეთ. ზაკა ვარ კერვალიშვილი. პატის გწევ ძმაო. მერაბ, ჩემი ძმა, რა ხდება ახალი ამერიკა. ტიპი არ არის კმაყოფილი. შენ როგორ ხარ ძმაო, მადლობა მე არ ამეშო. შინაური აღმოჩნდი ჩემი ძმა და რაღაცა მინდა რომ დამაკვალიანო რა, რაღაცის კითხვა მინდა ძმა. გიცნობ ძმაო. კითხებდი რა ხოდით ჩამო. რა ხოდით ჩახვედი ჩემი ძმა ამერიკაში. აი ჩვენც ხვალ გაზავთ, გაიგე, через მექსიკა. არ მომისმენს სამკაცის გამოხედვა. აი, გაინტერესებთ რა. ბაზარი არა კეთით მე რა. გაიხარე. ის მითხარი რა ერთი რა, ვაფშე სარბენად ამერიკა კაია თუ ევროპა ჯობია, აბა? მაგას ვერ გეტყვით, მე ჯერ შენობაზე მუშაობდი, მერე ვარჯიშობდი. მაიცა ჩემი ძმა. შენ ვაფშე რა თემაში ხარ, ძმა? ოდა ბიჭო, ჩემი ძმა გაცემი, რო გააჩერეს თო. კარგი, შეიძლება საკუთის იდეა არის. და ვაფშე ყველა გაუშვეს. საათო. სადა საზღვარზე თო, გემი, ეგენის გემზე იყვნენ რა. სპარტაკა. დავირდა წეს. ბიჭო, ისე შეუსწავლე, ეს ანსამბლი ვარ თო, ძმაო, აზე ხარ და გავალა. აზე ხარ ბიჭო, რა დამოზგეს, სავალ ძმაო. აი, წავედით ახლა, მიდი რა, მე დღესვე უნდა ჩამოვიდე რა. ედე ჭყუიტი არის. სპარტაკას ველოდებით და ეგ არის რა. აქედან იწყება მგონი. ყვალაც, ზეგაც, მაზეგაც, იმის მერე, კიდე იმის მერეც და ასე. წუწუნებს რა. მაგრად ეხავს რო რჩები ჩემო ძმაო, აი. აი რა. ამას შეხედეთ ბიჭო. შენ არ მომეკარო ჩემი ბედნიერი დღე. სპარტაკა. ბიჭო, რა მაგარ ვიძე ხარ, უტანკა ხარ? აი ესე მაცმევს ხოლმე მეც. ეგრე გაცმევ კი არა. თქვენ რა გაცვია თოში? ბათუმში მიდიხარ თუ ბალღოჯინიაში ძმობას გაფიცებ რა. ცოტა. სადა? ცოტა სილაღე მეტი რა. მაიცა რა, დაიმშვიდობი აგერ კაცს. ჩემოქრო. ესე იგი ყველანი მიდივართ ხოლმე. ძალიან მიყვარს. ვატო და ლადორჩები. ადამიანი ხარ და ეგრევე ერთ წელიწადში გელოდებით იქ რა და გამოვაგზავნეთ რაღაცებს. რატომღაც გონია რომ არაფერ ამერიკაში თქვენ არ აღმოჩნდებით. ვიცი მილიარდჯერ თქვია უკვე, მაგრამ აი ხო ვილაპარაკეთ, ბიჭო. ისე ვაფშე პროჭას იმედზე სადმენი ხარ. მაგაზეც ხო ვილაპარაკე. კი, მაგრამ მაინც არ ვქნებოდი. იმედზე, ნუ, ზაკა გოგიტას იმედზე, ისა, ტოლიკას იმედზეა. ისე რომ დავაი ლადო. მაგრად. ბათუმში რო ჩახვალ დამირეკეთ. აუცილებლად. დავიგე. ბიჭო, იმაც თუ რაღაცა ანსამბლი ხარ, ხო იცი, ხო გაიგე. ანსამბლი. რა. კარგი. წავედით ბათუმში. ნუ ყოჩავედით. მერკი გზიდან. ნუ, მეგონა გზაზე უფრო დიდი ხანის გავჩერდებოდით. უბრალოდ უფრო დიდი ხანის გვაჩვენებდნენ. ნაში რო ვიქნებოდი.
ჭამე და წავედინე რა. აუ, კაი რა, სადგეჩქარება შევჭამოცო და მე საღამოს გავისეინოთ, ვიკუსკუსოთ. ხოლდილი დაგაზე რა. ხო არ გადავ, სად მიდიხარ აბა მართლატო, ეხა ესე დაბრედილი და. აი შეჩემა ყოველ წელს მგონია რომ უნდა დამიჭირო. აი ბიჭო, ნუ გაატრაკე შენ მართლა რა. ნუ, აი გაიქვის წამლის. მეგონება აბა. ისეთ შარში გახვიეთ. მე არ იცი ეგენი ისთან. ხარა გახვიეთ. სერიალში გიარა ხარ ბიჭო. მერთოჩებო კიდე სერიალზე. შენ არ დაიხჭე. სპარტაკი ამბობს ტელესერიალია. დაგსდევო თუ რაღაცა. ცოტა გავატრაკოთ, ნახოთ ბათუმი. და სამოს სერიალში ხომ არ ხარო. დაგაზაო რა. всё, ეგ არის. დავაი, მიდი შეუბერი, გადაიღე. არა, უნდა წავიდე, შენ ძმობას ვიცავარ რა. ხოძე ვარ, რა გინდა, ხოძე ვარ. აუ, რა ვიცი, მაო, თუ ეგრე გიჭერს წადი, რა ვიცი. მე არ მიჭერს ბიჭო. ხვალ დილით უნდა ვიყო თბილისში, საქმე. ბავშვი უნდა ვნახო, რა ხო იცი? სერიოზულად? უკეთესი. შენი მესმის. სერიოზულად ბავშვი უნდა ნახოს. ერთი რაც კი ვიცი, რომ მაგრაკი მომენატრები ჩემო ზიზოს ყლეგანზო, პარუნო. სპარტაკი მაგარია. ეს მომენატრებით მე ეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დაკლებად მომწონს ამ 4-დან. მაინც მაგარი პერსონაჟია. მოვიხოლდებით. და ამოვალ და მოგხედავთ უყურას. იასნია. ორ ალბომს ჩავწერთ და ეგ არის აქვართ რა. მარტივად. ვერც მაგნას, მაგრამ ეს ეგრე ვიძახდი. იგი გავიდა რამდენი ხანი. აი თუ არა მოდა, კაროჩე. ჩვენ წასულას და ჩვენ დარჩენას გავუმარჯოს ძმაო. და ამის წასულას ეგ პირიქით არის. პირიქით არის ხო? ეგ ჩვენ წასულას და ამის დარჩენას როგორ პირიქით ხდება, ხო? ეს მიდის ჩვენ წასულას და დარჩენას გავუმარჯოს, რა ვთქვის ხო? შეც მაგარით. და პირიქით არის, ბიჭო, რა გჭირს? ეგ თქვი მე, ბიჭო, რა პირიქით არის? რა ვაფშე რა ყველა სიტყვაზე მე. შენ რა თქვი ხა? რა გინდა, ბიჭო, რა ყველა სიტყვაზე მე. არა, ნორმალურად გიძახი რაღაც. შენ თბილისში წასვლას და შენ ამერიკაში წასვლას. იგარი ხარ, ზაკა, ზუკა, რა აქვს? ბიჭო, ჩვენ ურჩებით და ის მიდის თბილისში. ხო და ეგ მაგას ვამბობ, მე რა. ჩვენ არ რჩებით. ანუ გამიტრაკე. აუ ახაბეს. თბილისამდე გზას მილოცავ კაცი, რა გინდა? რა გინდა, ბიჭო, Hello. How much to Tbilisi? No, Tbilisi, no. No Tbilisi. Rato, no. Oh. Hello. I'm going to Tbilisi. Yes, me to Tbilisi. May I sit? Thank you. I was in America. Where are you from? I'm from Belgium. Go. Okay. Like Batumi? Yes. Go. Are you good? Fine. I'm fine. Go. Want help? I think you are not good. Oh. ქართველი ხარ? ქართველი ვარ, თბილისისკენი არა, რა თმაო, რა პროფესორ. რა გჭირს, მაო, დაჭრილი? არაფერი არა. აუ, დაჭრილი. არაფერი, იბრიდები, თო წამოსავანტყოფოში მიდი. ბიჭო, შენ ქართული არ გესმის. წინი არა მეთქი და ხმა აღარ ამოიღო, მაგრამ გაგიხვიდე. ხო, აი ჩავედი. ისე რა. აუ, რა მაგარი ყოფილა ეს ბათუმი. სპარტაკი არასაკეთები და. პირველად ვარ, აბა მე რამდენი? რატოს მაწოდებ შენი დედამოყრა? ბავშვობაში არ მყავდი დამოყვანილი. რა ბავშვობაში ყავდი ბიჭო, ეგ ვაფშე ქობულეთი იყო თან 10-12 წლის ვიყავი. რამე პრეტენზიები, რა
აუ შემეშვი. რაო? არაფერი. შემიჩქონინაო? ბიჭო. ხო. კი, ლადო ხანდახან დამეტანი აგრესიული არის აუ, ხოლმე. ეცოდა დავისვენოთ, გამოვიცვალოთ, რაღაცა მოვიხოდოთ და რაღაცა მოვიფიქროთ, თო. ბიჭო, მე დილით ვიბანავე. დავაი. ხოძე ვარ და თქვენ მოწესრიგდით და გავისეინებ და დამეწიეთ რა. დამარეკინე რა ერთი რა. ვახლა ვატოს ტელეფონით რომ რეკავს. კიდე მაგის გამო დაიჭერენ. მე ვარ მე. კარგად ვარ. ხო რა ვიცი ვერ დაგირეკეთ რომ ჩამოვალ აგიხსნი რაღაც საქმეები მქონდა. ბავშვი როგორ არის? კაი, მალე გნახავთ. გოცნი. მე ვარ, ბიჭო, მე ვარ. მომისმინე. რაც არ მომწონს როგორ არის. დაწერილი ეს სცენა. რო ჩამოვა. ვატო. შემოსასყულთან დამხვდით. ვატო ახლა რაღაცა საპირეს. მე დაგირეკავთ. მე თვითონ დაგირეკავთ, ბიჭო. კაი. სოლშულიანი ხარ? კი. მაგრამ დაშორებულები ვართ. ვცდილობ რომ შევრიგდეთ რა. გამომარჯო. რატო დაშორდით? დიდი ხანი არ ვიყავი აქეთ და აირია რა ყველაფერი როგორც ხდება ხოლმე. მესმის. შენც დაოჯახებული ხარ? როგორც ვიყავ. შენ წინ იყურე. ხო იცი, იმიტომ მიყვარხარ რომ სერიოზული ბიჭი ხარ და ბიჭო, ესე იგი მამა შენი სერიოზული ბიჭი. წამოყვარა, კაროჩე რაღაცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ რა კარგი, აბა თქვენ იცით, ბიჭები მომიკითხე რა. აი, დავაი ტოლიკ და მოგესვიაზები რა, მოვახერხებ თუ არა ეგრევე. დავაი. ტოლიკა მოგიკითხათ. აქედანაც დიდი სიყვარულით. რა არის, ბიჭო, ეს ვაფშე რაზე დამსვით, თო? მე რავი, მართლა სად გააძრე, რა არის? შეჩემ არ ავილეწოთ ეხა სადმე, თო? ჯერ ეს ერთი ჯანმრთელობა პირველი წესია და მეორე წესია, რომ გოგოების ყურადღებას უფრო ვიქცევთ და დღეს ღამე ჩვენია. რა წესი, რას ვიქცევთ? სხვანაირად მივიქციოთ, ბიჭო, ბათუმში ვარ, შეხედე, რამდენი ზავიძენია რაღაცა. ბიჭო, ბარები, რესტორნები, სადმე შევაჭრად და ეგრევე. რა რესტორანი? ზაკანტინიათ იმიქცია უკვე ყურადღება. მაიცა რა. ჭუბურძის ბალაბოს რეკლამით. იახტა. ზაკანპიერა ზუკამ. შაბანური და შევბერო, შეჩემა ნორმალურად. დავაი. ეკპონტი იქნება? ბოჭორია და 2018. არ მიყვარს რეკლამები ასეთ დროს. აჰა, ახლა კიდევ ერთხელ. ბიჭო, მომისმინე. ეხლა ამათ ჩემზე ეტყვი ტურისტიაო, თორე ყველა ტყვიას გაგარჭომ, გაიგე? გავიგე, ხო. გაჩერი. კარიმჩან. მოგესალმებით, კაპიტანი ჯაფარიძე. თქვენ საბუთებს წარმოადგენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მშვიდობა? ყველა მანქანას ვამოწმოთ და რატომ მოხდა რამე? ძარცვა იყო და Hello. Any problem? ეს ვინ არის? ეს ტურისტია თბილისში მიყავს. Yes, I'm tourist. კარგით, მიბრძანდით. გატარეს. Thank you. Bye. მე მგონი არ უნდა გეპასუხა, ახლა მიხვდები რომ ქართული იცი.
ეს რა ყლეობა ყოფილა ბიჭო აუ მოგიტყანთ იახტა და ბათუმი ღამე არის ულამაზესი მოიხოდები სადაც შეხედე რა კაი ივენთია ავიდეთ რაღაცა კაი გულაობაა არა ბიჭო სად უნდა ავიდე წავედით აქედან ჩემი ბიჭო სად უნდა წავიდე ზღვაში ზაფხული რომ იყოს ახლა წავიდოდი ბათუმში სამი გოგო არიან მარტო სამი გოგო არიან მარტო რა სამი გოგო არიან მარტო სამი გოგო არიან მარტო შეჩემ სამიანზე დავდო სამი გოგო არიან მარტო სამი მიდი მოვალ ესეც მაგარი დასვამია აბა რას იზავ ეხლა შეჩემ მაგ დარჩები ნო აი ცოტა ხნით ავიდეთ რა დავაი ესე რა მომწონ ხარ მოიხოდები შეჩემა კარგზე იფიქრე მიდი გამეზე კარგზე იფიქრე არც კი რა ვიფიქრო ამ სერიალზე ვერცლ არ ველოდებოდი რომ ის არის რა ქვია ბათუმიდან მოვდი ამდენ დროს დავუთმობდით იმათ ბათუმში ყოფნას სადღაც ვიყავიო და ამერიაო ოჯახშიო და რა მეგონა რომ პირდაპირ ბათუმში რომ მივიდოდი ვატოს გაცემენ და ამერიკაში წავიდოდი ძირითადად როკებზე რა უყურე შენ მესმის ძმაო შენი ო მივხვდი რომ გესმის მოდი რა არ გინდა ჩაიდე რა იგი არ აქვს ძმაო ისედაც თბილისისკენ მივდიოდი წაგიყვან კაცურად სულდათ რა ნუ ვატო არ ჩაგიშორს არაფერია ფოსოდ არ ვიცი ჩავშორს თუ არა რაღაცა ჭუში მეყარა ახლა სხვა თვალით შეხედე ამ სიტუაციას და გამიჩნდა იმის აზრი რომ ცოტაც და ამდებს სულად ექნება ეს რამდენი საქმე ხანი იჯეკ არ ვატოს ექნება როგორც ყოველთვის სულად საქმე შენ რამდენი ხანია ზიხარ ტაქსი ცოტა შენ ხარ ჩემი პირველი კლიენტი რა გინდა გაგიმართლა კი პირველი კლიენტი რომ პირახარ შუბს გაგიხვიდავს ეგ არის გამართლება გაგიმართლა ბიჭო ახლა ისე დავლიო თողონდ რა რომ ხვალ რავი ხა წავიდეთ და წასვლის თავი გქონდეს შეშემა რა ო იოსნია ბიჭო თან ბოლომდეც არ მოვთქნათ რა როგორ საქმე გვაქვს ბიჭო ამხილა რა საქმე ცოტა დავლიოთ რა ცოტა შეიძლება დავაი გაგვიმარჯოს გაგვიმარჯოს კარგი დღე დედამიწას გაუმარჯოს რომელიც ბრუნავს და ჩვენ ერთმანეთს გვახვედრით ბრუნავს კი არა შეჩემო ვინმე არ მიგვასწროს იმათთან ვაიცარა გაუმარჯოს ნელა ბიჭო ერთი კითხვა აი გოგოვის მეუღლე შენ ხარ აუ ჯიგარი არა სპარტაკას წინგაშობა არა ის კარგი იდეა Lunga Islandi ხوار გაგისწორდება რა Lunga Islandi რო ერთმანეთს შევიგრძნოთ რომ გამარჯობა გოგოებო მე ზაკა ვარ კერვალიშვილი აუ საერთოდ არ აინტერესებთ ამ გოგოებს განსაკუთრებით ამას წითელი გაბით მოსაწევზე დაგპატიჟებდათ კაცი ხო არ გესიამოვნება მოსაწევი შეიძლება ოდა ვაფშე ყველაფერი შეიძლება ჩვენთვის დღეს სერიოზულად არა მგონია რომ ეს ესე კარგად დამთავრდეს ხოდა ვეუბნები ეს დედა მოწყნული გავიქე შევწი მართალი არა კაცმაკაც დედუკო აზრი არა გამოჭერა რო იციან ხოლმე გამოგიჭერან ხოლმე ურა ნერვების მომშლელები არიან და რას ვერ ვიტან იცი აი პაუზას უაიღებენ ხოლმე ზოგჯერ უტექსტოთ რომ გეჩხუბებიან ესე გამჭოლი მზერით ურა ნერვების მომშლელები არიან ამ დროს მიჩემნია რაღაცა მეჩხუბოს რაღაცა დამარტყას შემაგინოს არა დუს მაგიჟებენ მაგდროს მაგრამ იცი რა არის ხო ტვინს გვიბურღავენ ხო სიცილს გვიშლობენ ხო ნერვებს გვიშლიან მაინც მაგათ ვენაცვალე რა აბარა მაინც მაგათ ვენაცვალე
ბაზარი არა. არა. მაინც შენ რო ხარ დამნაშავე? ყოველთვის ყველაფერში არ არსებობს. აბა თვითონ ხო არ იქნებიან დამნაშავე, რა თქმა უნდა. რას მეუბნებოდი რაღაცა გარაჟის მოხოდვა მინდაო? მოგეუბნები, აი ბავშვობიდან რაც არის ეგ მინდა. საკუთარი პროფილაქტიკა. ერთი ბოქსით ან რამე დიდი კი არა, ერთი ბოქსი, ერთი მაგალითი. აი ძალიან მალე მექნება საკუთარი ავტომომსახურება უეჭველი. აი მაგისთვის დაგვსაუბრ, ხა ფულს ვაგროვებ. ჩემი ძმა. კიდევ არის? აქ ხარ? ძმურად ძალიან გთხოვ რა. თუ რაიმე მომივიდა ეს ჩანთა ჩემებს მიუტანე. კი, გავიგე ჩემო ძმა. ცუდად არის ჩემი შვილი. გავიგე მაგაზე ნუ ნერვიულო. მაგზა არ მქონდა გესმის? შენ არ ინერვიულო რა, გაუძელი, ცოტაც გაუძელი რა ცოტაც. ძმურად. მოდით. არ ინერვიულო, გაუძელი ცოტაც. ძმაო მესმის შენი მდგომარეობა. რატოს ესმის? მე მგონი ეს სერია უკეთესი იქნება ვიდრე მეხუთე. კიდე კაი პოვედა მყავხარ აზრია. უეჭველი არის და ერთი დაპასი. საერთოდ მოძრაო და ხოსაკაიბო ხო? აუ, ბაიცა. თითქოს აკეთებს არაფერი არ იყო სამშენ არა. მეთქი გავდუდე. ხოვატო. ზუსტად ასეთი ზარი მაქვს. ვინმე შინაური ექიმის ნომერი არიცი? სანჩო შეჩება. რა ხდება მშვიდობა? არა ბიჭო, რა მშვიდობა? ვიღაცა ყაჩაღი ჩამიჯდა მანქანაში ბათუმი თბილისი გზას ტვოლი მედო თავზე გავგიჟდი ძმაო. ცოტა ხნით მომიწია თქვენი დატოვება. არ მინდოდა რა თქმა უნდა უსაშველობის ბოლო სერიის ნაწილებად დაყოფა, მაგრამ მომიწია რა. უბრალოდ გავაგრძელოთ მაშინ. პირველი სეზონის მე-6 სერია. ის რაც რა მინდოდა მეთქვა ცოტა დაგვრჩა თქო, მაგრამ კაი 20 წუთი გვაქვს დარჩენილი. 3, 2, 1 გავაგრძელეთ. თბილისი გზას ტვოლი მედო თავზე გავგიჟდი ძმაო. ხო, ბიჭო, ბაიცა ზაკას გაბაზებ რაღაცა არ მესმის ახლა და ზაკა. ნელა ფთხილა. ბაიცა. ზაკა. ხო. ვატოა შეჩება. აუ. ერთი ნაპასი. ო ვატო. როგორ ჩახვედი შეჩება. მე გული გავცივდი. ტრუპი მიწევს მანქანაში შეჩება ატაკა. რა სიძახი, ბიჭო, თეილო. ყველაფერი მაგრად არის. მიდი წავედი მე ექიმის ნომერი მინდოდა რა. აუ, კაროჩი, არაფერზე არ ინერვიულო და რო ჩავა. კარგით იშავკო. ვაფშე ყველაფერს მოვაგვარი, ბიჭო. თითქოს ეს კაროჩი, რა ჩემი ძმა კაცი იყო რა, ვიღაცა დაჭრა და ვიღაცა დაჭრა. აუ, კარგი რა. მოიწავე შემოსიყვარულო. ბიჭო, რა გამიტრაკეთ? რა იყო რა სცენა? ვეტერინარი ვარ, არა ვარ ექიმი, არა. გავიგე, სანჩო, გავიგე, მაგრამ სხვა პონტი არ არის შენ უნდა მიხდე. დავად პოპოში, წაიყვანე ექიმთან. არა, სანჩო, მოდი რა. ბიჭო, ძებნილი ხო არ არის? რა ძებნილი? ხო არ შარავ? რას შარავ? ძებნილი არის. სანჩო, მოდი რა. იობანავრო. მოკიდე ფეხებში ხელი. ჯიგარი ხარ. ჭრილობა გაქვს, ჭრილობა გაქვს. შვიდათ, ეს სანჩოა ჩვენი ძმა. თბილისში ვარ, ჩამოვედი. ჭრილობა გაქვს, აკელები გადებს. ეს გამიკერეთ? კი. სანჩო. ჩა. აგერ არის ჩანთა ძმაო. შვიდათ. მადლობთ, ექიმო. გაიხარე ძმაო, ექიმი არა ვარ, ვეტერინარი ვარ. მაგრამ არ ინერვიულო, კარგად არის გაკეთებული. და მარე კიდე ერთი. მოიცა, ერთი წუთი. მოდი.
ჰალო, მე ვარ. ჩამოვედი, მომისმინე. ეხლა მოგწერთ. სადაც ვარ და ერთ წამში აქ გაჩნდით, გაიგე? აუ, აქ არ გვიყვანო ხალხი. აი, მოგწერთ ეხლა. ძმებო, მე უნდა წავიდე. არა, ვერ წახვალ. ვერც 3 დღე უნდა მაგ საქმეს. ძმებო, მომისმინეთ, მე უნდა წავიდე ყველა პონჩში. მისამართი მითხარი. გამის უბანი. მოიცა მე მივწერ მომეცი რა. ჯიგარი ხარ. ძალიან დიდი მადლობა ძმაო. ყველაფრისათვის ძალიან დიდი მადლობა. აიღან. მინდა თქვა რომ კარგი ფინალი აქვს ამ ამბავს თქო, მაგრამ არ ამგონია. არ ამგონია. რატომ მომისმინე? ეს ფული უნდა გამომართო. არა მე. უარს არ მივიღებ. აქ იმდენია რომ იმ ექიმია თუ ვეტერინარი კარგ პატივს წინ. შენს პროფილაქტიკასაც მოხოდავ. ბედნიერად. სახელი მაინც მითხარი შენი რა. ამიშნელობა აქვს. მგონი აქვს. სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო. ნათქვამია. ბედნიერად. სახელი რო გითქვა არაფერი არ შეგვიძლია. რეკლამა. მეორე რეკლამა. უბრალოდ მეოთხე. აი ეს პირადობები და ბათუმში ჩამოთრეული აღარ გნახოთ მე ზირკლები და წვეთი აღარ დალიოთ. მადლობა. ამას შევეს უკვე. სპარტაკოსებია. აი მე რა სუდად ხავარჩი. აუ სპარტაკას კიდე გათიშული აქვს ბიჭო, აი სად წავიდა ეს კაცი? სადაა სპარტაკა? ვაფშე არ მახსოვს, სად დავტოვე? ვაფშე რა მოხდა? აი არაფერი არ მახსოვს რა. ბოლოს სად ვიყავით გახსოვს? განყოფილებაში შეჩემა ვერ ნახე სად იყავ იბო. მანამდე ბიჭო, მანამდე სანამ დაგვიჭერდნენ. ვაფშე არ მახსოვს მეთქი ბიჭო, არაფერი. ერთი ის მახსოვს რომ სანაპიროზე როგორ სვავდით ბიჭო, თუ სამივე ვიყავით სანაპიროზე შეჩემა. ხიდზე ბიჭო. ბიჭო აი ეს ადგილი არ გახსოვს? ამ ხიდზე ვსვავდით. აუ არ კი, აქ ვსვავდით. სასმელი რომ გაგვითავდა შეჩემა. უთავი მისკდება სადაგდია რა. ბიჭო და მე ახლა დაინტერესებს ეს ზონდება სპარტაკა. აქეთ ნაპირთან. ხო. მაინც აქეთ. ხადო. სპარტაკ! ბიჭო სპარტაკ! შეხედე შეჩემა. სპარტაკ! ცოცხალი ხარ შეჩემა. რად მიდი? კი მინდოდა მეთქვა, ხო არ გადავარდა მეთქი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი? საკა! სპარტაკ შეჩემა! სპარტაკ ბიჭო სპარტაკ რა მივიდა შეშევა? ზინა ნელა ბიჭო რა. ყურები გაიხურდა. რა ბიჭო. ეს გამომართვი რა. თუ ეს გახვედილი ხონდა. არ მახსოვს. ეხუნა ჩამეხრჩე. გამომართვი რა ბიჭო რა. სკვნილიც მოვე. მაგრა კი მტკივა ისე შეძლებას. ბიჭო ეს მართლა რა არის? ან რასაყური ჭრილობა გქენი ბიჭო. ეს როდის მოასწავლე? ანუ ახლა გაიხურდა. ბიჭო კი არ მახსოვდა გახვედილი ხონდა თუ არა. რა უნდა მახსოვდეს? დიდი სპარტაკ გაუძელი ბიჭო. ზანება გაუძელი. აუ ცოტა ნელა რა. მაგრამ მოხდება საკა. ცოტა შანსი არა, ბიჭო, მე მაგას არ გეტყოდი. კაი. არიგა, ბიჭო. ბიჭო, ეგ
მაიცა ბიჭო კაც ეგრე უნდა რაღაცას გვატყუე. გადიქცებულა. გაშრით. იქ საიდან არ მოჩდი ვაფშე ძმობას გაფიცებ. ბიჭო შენ ხო ხიძო სვავდით. შენ რასაც ვფიქრობ ჩემზე და მე რასაც ვფიქრობ შენზე აი ამ წუთში. მაგას გაუმარჯო შენ დედა მიწელო შენ. მეც ეგრე მეგონა. ბიჭო. დედა მიწელებს გაუმარჯო. ეი! სპარტაკ, ვაშვე, ბიჭო, შენ შეგო. რა გააკეთე, ბიჭო? მე მივჟდე ბიჭო და რა გააკეთე? შენ რა იყო, ჩეჩემა დალიე რაღაცა სულ რომ ემაბაზრებდო. ჯერ ცარიელი ბოთლია, ბიჭო, ეს რა, გამოგიცლია, შეჩემა და მე კიდოვლიო. მე ეხა გამეხსნა, ბიჭო, შენ შიქ ხო არა გაკე? სპარტაკომ უბრალოდ იქ დაცინება გადაწყვეტეს სანაპიროზე. წავალ მაღაზიაში მაშინ. წავედით მაღაზიაში. წავალ მაღაზიაში. წამო მაღაზიაში. სპარტაკ! წამო მაღაზიაში, ბიჭო! ბიჭო, მიდი და დაგეწევით რა. რას დაგვეწევი, შეჩემა, მან დარდაჯდე, ბიჭო, ნაპირთან დაჯექი, არ დასველდე, ბიჭო. მადლობა, ზუკა. არც მანდ დაუჭერი. არა მე რაღაც სისულები გააკეთეთ. არ მახსოვს რა. ეს მაგას ვიძახი, ბიჭო. მაიცა მამალაძე. ალო. ხო ძმაო, აი პორტისკენ მოვდივარ, სად მოვიდე, აბა? კაი. რატო დაგვიჭირეს რა? მოდარდა კარგი. უცებ ვიფიქრე ის მელოდია გაისმა ინდინგის მეთქი ის იყო თავდებოდა სერია და ახლა უკვე სიმღერა უნდა დაწყებულიყო. ჯერ 9 წუთი გვაქვს. იმის გახსენებას კი მოვასწრებთ. როგორ დაგვიჭირეს. აგერ არის წამო. აგერ არის კი არა, ბიჭო, ჩანთები როგორ დაუკარგეთ, ხადაო. ჩანთებიც დაკარგეს. გამარჯობა. გაგვეხარდა. ბიჭო, რამდენი სასტუმროა, ეხა ვერ დავიმახსოვრე, ძმაო, რომელშია და დაგემახსოვრებინა შენ, თუ რა გამიტა. მე რატო უნდა დავიმახსოვრებინა? აი მე რატო უნდა დავიმახსოვრებინა? როგორ ხურს ის ნახეთ. თქვენ არაფერზე არ ინერვიულობთ. გამარჯობა. გამარჯობათ ბიჭებო, გამარჯობათ. ასიამონო. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა ზაკა. მე მურთაზი ვარ მამალაძე, თქვენ გენაცვალეთ. ერთი წუთი რა. მე შემოგვიდეთ, ეხლა მოგაქცევთ ყურადღებას. დიახ, ალბათონო ცისანა. მოდივარ, კი მოდივარ. ბიჭებო, ასად არ წახვიდეთ რა. აქ იყავით, აი ამათთან ერთად. ყველა ერთად იყავით და მოვალ. დიახ, ბრატი გაიჭი. შენ რა გჭირს, შენ კიდე რას გავხარ, შეჩემა ეს ნაფასი გიხია და შემეშვია დავისვენებ იქ გემზე. ხო გემზე და აქ საიდან? ვიხევი. გაიცა, ჩემი ბრატი. ზუკა ძმა. პარტაკე. ზუკა ძმა. ზაკა. აჰა, ესე იგი იხევი. ძმა, სიგარეტი ხო არა აქ? თოა, შენც ამერიკაში. კი. აქ გამომაკლებს. რაღაც უნდა მოხდეს, არა. უკვე 40 წუთია ველოდები, რაღაცა ცუდს რომ მოხდეს. მეგობარო, ერთი წამი თუ კაცრავ. ბიჭო, ხო, შენ რეპერი ისა. თუ ვინის? რეკლამაში. რეპერი. რეპს რო კითხულობ თეატრე. ხო, რეპერი ვარ, ბაზარია. აუ, მოდი რა ძმურად რა, სურათი გევასება? ბიჭო, ძალიან და. გაიხარე. მიდი რა ერთ სურათი გადავიღოთ. ბაზარია რა, დავაი. დავაი. ვაი, შენ გაიხარე. შემოძმო. წამო დავეწიე. დენი ხანია, ბიჭო. გაიხარე. ისმენ და რეპზე გამახსენდა ისე. როგორც ვიცი, ამ სიმღერის სრული ვერსია გამოვიდა. რეპის.
ვაიბებას. რაც არის ეგა? და ისიც უნდა დავალექო. ჯერ გოსპედილი არ მაქვს სრული ვერსიისთვის. იმას რავი ხარ. რამდენი ხანი. კლიპიც არ მაქვს ნამიხი. ასე რომ ერთი ვიდეო კიდევ გამოვა უსაშველოებზე. ბოლოში ვიტყვი რა. აუ ერთი იქ ჩამაღწევინა რა გაუჩი. აროჩე რა მართლა რა. აკი გემით მიდივართ ხა. გემით მიდიხარ, აბა რით მიდიხარ? ამ კონტეინერს აიღებენ და დადებენ გემზე. ისე რომ იცოდე, ეს კონტეინერი, აქ რაც კონტეინერებია, ყველაზე საუკეთესო. უცმაო მე დავიხრჩობი აქ რა იმენაში. მოიცადე, მომისმინე. მეზისხება ეს, მაგრამ ბოდიშს ვიხდი, მიჯდება ყველაფერი, ნუ ყველაფერი რა, ტელეფონი მიჯდება და კომპიუტერიც დაბალზე მაქვს, ასე რომ უნდა გავიქცე და მოვალ 2 წამში, ბოდიშს ვიხდი. ესე იგი დავბრუნდი. იმედი მაქვს მეტი ამოჭრა აღარ მომიწევს, იმიტომ რომ არ იქნება კარგი. ვაგრძელებთ იმ მომენტიდან, სადაც გავჩერდით. როგორც ვევატყვე, უკვე რაღაცა არასწორი იწყებოდა, რასაც მე მთელი სერია ველოდებოდი და ნახოთ რა მოხდება. 3, 2, 1 გავაგრძელებთ. ცოდით რომ ადვილი გზა არ გექნებოდა. ის გამონათქვამი მაინც არ გაიგია შეკაიკაცო. ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო, ა? და მაგიერო თქვენ ამერიკული ოცნება გელოდება. ამერიკული და ბევრი მაწონი. ხო, მაწონი. აი ხა პრაქტიკაში მსხვერპლი ყოლიათ რომ ბევრი მაწონი. აი ბიჭო, აი შემოდი. იმიტომ არის მაწონზე რომ გიშვებოდი. ის ეს მაწონი შეიძლება რომ ჭამო? მირთვით რამდენიც გინდა, ნატურალურია. ამბობენ კუჭნატლავის მოქმედებას უხდებაო. მიყვარხარ. აბა, თქვენ იცით, ძმებო, თქვენ იცით რა, კარგად. რა ჩვენ ვიცით, სად მიდიხარდო? გოგიტასგან ვიცი რომ შენც მოდიხარდო. მოკლედ. ესეც სუდი მხარე. ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა. აუ, შებატონო. უნდა გამიგოთ ხალხო რა. შეხვიდეთ ჩემ მდგომარეობაში. შესაძისხარობა თქვა რა. ჩემი ცოლის ძმა გარდაიცვალა. ყველაფერი მოგვარებულია. აუ, თან ყველას სჭირა. ჩვენი კაცი დახვდებათ, ის გაგიღებთ კარებს და მოგხედავთ ატიდო თავიდან ბოლომდე. კი, ციხის კარებს. არაფერი არ გექნებათ სანერვიულო, თავიდან ბოლომდე ის კაცი მოგხედავთ. ის კაცი მოგხედავთ კი. რა კაცი, ან სხვა ნაგებით. მის არის ყდარი არ ყოლიათ. აი, ერთი წუთი. სპარტაკ მოკეტე რა. არაფერი არ გაქვთ სანერვიულო რა. ერთი წამი რა, ტოლიკა შინაური. არავინ არ გაგაჩერებ. გაუგოთ კაროში. ტოლიკა ვიჩენ ფეხები ერთი. ზაკა. ერთი სტოლა გალი ბძანდები და დამშვიდე ცოტა. ერთად უნდა ვიმგზავნოთ. მართალი ხარ ქალბატონო. მე არ ვიყო მურთას მამალათი. თქვენ თუ საერთოდ რამე გქონდეთ ხალხო სანერვიულო რა. არაფერი არ გაჩერდეთ. ამის სახელი რომ მართლა მურთას მამალათი არ აღბოჩდეს. მაპატიეთ რა. მე გადავყირავდები. კარგად იყავით. ვიცი, სხვა რა გზაა, აბა ალივედერჩი. ალივედერჩი. კაი. აი ამ იაპონურ დამშვიდობებას ნამდვილად არ ველოდებოდი. თქვენ მაშაკერებთ კიდე რეკლამა. მეხუთე უკვე. რაკენი თო რაღა. აუ, ბოდიში რა. ეხი მიერთხა ეხა და ამის სპარტაკ. კანიბალი. კარგი. აუ, ეს გემზე როდის დავგვდებენ ვაფშე ბიჭო, რა ხდება, რამდენი ხანი უნდა? მაწონე ხო არ გესიამონებათ რაღაცა ენერგიაცაც რა მაწონე გააჯვი აქედან რა. ეს ქალბატონი ახლა. ეს ქალბატონი ახლა კაგლახავს. აქ რა ხდება? გაბარჯო რა ხდება? რა ხდება და თქვენ გედებათ ბრალი სასხლის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო.
რაღაც გეშლება. რა გვეშლება? ჩვენ ანსამბლი ვართ, თო? ანსამბლი. დავაცუ ყველა. დავაცუ. ანსამბლი ვართ, თო? всё, მორჩა ძმაო, ტოლიკ მაყუთი მე მაქვს. ძალიან კარგი. ხო და ეხლა მაგალ ხელი არ დააკარო, ტოლიკ მოგიტყნა უმაგხელებს ბიჭო, ხო გაი? კარგი რა, ტოლიკ არ აქვს თქვენ. კაროჩე ხა ჩემს იზეს ნახავთ, ეგრევე შეესკენ. ტოლიკ ნახეთ თქვენ. ბიჭო ისე მაგით რა მინდია თო თურქეთში. რავი, ორი წელია აქ ვარ და კარგი ამინდია, ნახია ამ ქვეყანაში. თურქეთია რა. შევნამსო. კი ძმაო, კაროჩე, ძალიან მაგრა შეუსრულე ძმაო, აი ძალიან. всё, მოვდივარ რა, უკვე შენსკენავ. всё. წავედი რა. წავედი. შევნამსო კაცო. ცოტა მშვიდი, ცოტა შარიანი. ასეთია ეს ჩემი უბანი. არ გაბედოთ ტიტრებისკენ გადასვლა. შავი და შავი. ცოტა მშვიდი, ცოტა შარიანი. ასეთია ეს ჩემი უბანი. სამი ფერი უყვარს სამი. შავი და კარი ჩემი ბინა, ყოველი დილა დაიწყება როგორც წინა. დილიდან ჩალიჩია რუტინა. რამე თუ შემატყე ნუ ეთქვი პოლიციას. ხამის უბანს ხო იცი რო არასოდეს ძინა. ნუ ატეხე განგაში, ისე წეხან განცი. ყოველ ჯერზე ჯამსკერებით რატომ უნდა იყოს უსაშველობის სერიის ფინალი. საკაისევ შარშიათან ათას თემაში სვარდაგაკი ისევ გოგოების დევნაში ლადო ისევ შეიარა ფონი ჯალაში ჩანიშობ რომ მოვიხიოს ხო ქვეყანაში ლოტო ისევ შტატებში ამერიკაში მე კი ისევ დავთრობი და მთვრალი მივალში ცდილობ რომ შევეშვა გადავაგდო თამაში ლოტო აღარა ამერიკაში that's fine ასეთია ეს ჩემი უბანი სამ ფერი უყვარს სამი შავი და შავი ცოტა შვილი ცოტა შარიანი ასეთია ეს ჩემი უბანი ავიდან ვერ არ ვენდობოდი ტოლიკას, ახლა გასაკვირი არც არაფერი არ იყო. ტოლიკას რა გადა გოგიტას, მაგრამ პრინციპში ტოლიკასაც, იმიტომ რომ ფინალშიც კი არ იყო არც ერთი სცენა კაცო. კარგი, რაც იყო. რაც იყო. რა იყო და ეს იყო უსაშველოები პირველი სეზონის ფინალი, მე-6 სერია. ნუ ძალიან მოსალოდნელი ფინალი. აი მართლა. რა თქმა უნდა, ასეთ მომენტში რომ გაწყვეტდნენ არ მეგონა. ტოლიკასთან საუბარი და გოგიტა რომ წავიდა და ანუ მეგონა უფრო მეც გვაჩვენებდნენ ჩვენს ბიჭებს. კი, რა თქმა უნდა ცუდი ბედი ეწიათ ჩვენებს, მაგრამ რას ვიზამთ? ლადო გვაფრთხილებდა. ლადო იყო მართალი თავიდანვე, რომ ჯერ ერთი ამერიკაში წასვლა იყო საშინელი იდეა და მეც ერთი გოგიტას რომ ემდებოდნენ ეგ. არა, უბრალოდ რაზე მეშლება ნერვები. თავიდანვე გაფრთხილებდნენ ხალხი, ანუ ჯერ ერთი ვატო აღარ მახსოვს ზუსტად როგორ ემდებოდა, მაგრამ აშკარად მახსოვს რომ და არ იყო კარგი იდეა. მერე ლადო და მე მგონი მეტი არავინ, მაგრამ ვეღარ მეტი. ანუ ამერიკაში წასვლა, რა ვიცი, ვატო რომ ყოფილიყო იქ, როგორც პირველ სერიაში აპირებდნენ და მაშინ წასულიყვნენ კიდე კი ბატონო, მაგრამ ვატო ჩამოვიდა და მერე დაიწყეს გეგმების საწყობა, როგორც წავიდნენ, ანუ ცოტა რთული იქნებოდა ამ შემთხვევაში. ვატოს დახმარებით რომ წასულიყვნენ კიდე მესმის, მაშინ შანსი იქნებოდა, მაგრამ მაინც გოგიტასთან იყო რისურები და აზრი. ზაკა ინდობოდა ტოლიკას, მაგრამ საბოლოოდ ტოლიკა აღმოჩნდა ყველაზე დამპალი. ნეტა ნანახი თუ ყავს. ანუ დიდი ალბათობით ნანახი ყავს. ანუ უბრალოდ დიდი ალბათობით არ ყავს, მაგრამ იქნება ნანახი ყავს, მაგრამ არ ვიცი, ნუ სახე როგორც ასეთი ტოლიკასი ნანახი არ გვაქვს არც ერთხელ, მაგრამ იქნებ ტოლიკა იყო რომელიმე, ანუ პერსონაჟებიდან რომლებიც ნახეთ. მაგრამ არა, ხო თქვა თურქეთში არისო. მე უცებ ეგეც ტყუილი მეგონა, უკაცრავად.
კი მინდოდა ეს ტორიკას სახეზე ნახვა როგორ იქნებოდა, ანუ მალავენ პერსონაჟს და რა უთხრა. რავი აბა. პირველი სეზონის ფინალი იგრძნობოდა როგორც პირველი სეზონის ფინალი. ანუ თითქოს ეს იყო დასაწყისი ახალი ახალი ისტორიის, უბრალოდ ამ ისტორიის ახალი ეტაპის, ანუ ცხადია ახლა რომ ამაზე ჩვენ ისტორიის დასრულებას არ ვაპირებთ, ერთი ლადოც არ უჩვენებიათ კარგად ამ სერიაში. მერე ვატო რას იზამს, რა დაემართება, ანუ მადლობა ღმერთს ვატო არ დაიჭირეს. უცებ ჩემი გონება წავიდა სხვა მხარეს, რომ ამოვჭერი, ანუ იმ მომენტში სანამ დავიწყებდი მესამე ნაწილს ამ ვიდეოსაც, რომ მეთქი ახლა ჩვენებსაც დაიჭერენ, ჩვენ ბიჭებსაც და ვატოსაც მიაყოლებენ ცალკე იმის გამო. ნუ, იმის გამო. ფულის აღების გამო. მე მეგონა საერთოდ პოლიცია მაგრამ დაინახეს და რო უთხრეს კარგი წადიო, ანუ ის რომ პასუხობდა ეს კაცი. მე მეგონა რომ ვაფშე მაშინვე მიხვდა უკვე რომ ქართველი იყო და გაყვებოდა და რომ წავიდოდა მე ვატოს დაიჭერდნენ. და არ მინდოდა ძალიან. არ გვაჩვენეს ვატოს და ელენეს შეხვედრა, თუმცა საინტერესო იქნებოდა, ანუ მე საერთოდ ვიმეორებ კიდევ ერთხელ, არ მეგონა დასაწყისშიც ვახსენე ორჯერ რომ არ მეგონა რომ ვატოს და ელენეს შერიგების შანსი ჰქონდათ. ანუ თქვი რომ ყოფილიყო, კი ბატონო თანახმა ვიყავი 100%-იანი, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა ძალიან. მაგრამ ახლა როგორც ჩანს შერიგდებიან, იმიტომ რომ ხელს ახლა ვეღარავინ ვეღარ შეუშვით, არც ზაკა ყავს, არც ზუკა, არც სპარტაკა, არც გოგიტასთან აღარ აქვს ვატოს საქმე. არც მანამდე ქონდა ვატოს საქმე, ამათმა გახვიეს შარში. და რავი. ჩათვალეთ რა არის მთელი სეზონი. ვატოს არ უმართლებდა და ფინალში ვატო აღმოჩნდა ყველაზე იღბლიანი. ყველაზე იღბლიანი არა ახლა. ეს გადამეტებულია, იმიტომ რომ მთელი სეზონი რო არ გიმართლებს და ბოლოში რო გაგიმართლებს, მაგას აშკარად არ ქვია ყველაზე იღბლიანი ხარ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ბიჭებზე იღბლიანი აღმოჩნდა. ჩვენ ბიჭებზე რატო უძახი იმათ და არა ვატოს ნეტა. თავარ სამეულზე იღბლიანი აღმოჩნდა რა. ლადო, რა ვიცი. ლადო მეწოდება. ზაკაც დაიჭირეს, მარტოც დარჩა და რავი. ხაჩოც არ ვიცით როგორ იქნება. აჰა. ნუ ვატო მაინც ყავს. ვატოსთან მაინც იქნება კონტაქტი. მაგრამ ანუ ლადოსთვის რომ დაგვეჯერა ეს არაფერი არ მოხდებოდა. თავიდანვე გვაფრთხილებდა, თავიდანვე ყველანაირად ცდილობდა რომ აერიდებინა თავი და ერთადერთი იყო ვინც უარი თქვა წასვლაზე. ვატო ახლა ისედაც ამერიკიდან იყო ახალი შემოსული და რაღა ისევ ამერიკაში წასულიყო და ლადომ უარი თქვა. მოიქცა ჭკვიანურად. ზაკას რომ დაეჯერა და ყველას რომ დაეჯერა ზუკასაც და სპარტაკასაც ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა. მაგრამ რას ვიცამთ, რაც მოხდა. ძალიან მაინტერესებს თუ როგორ გამოძრევით ახლა ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ გამოძრომის შანსი არ მგონია რომ ქონოდა ამ სერიაში და არც ქონდა, მაგრამ ახლა მეორე სეზონს იღებენ და სულ ციხეში ხო არ იქნებიან. დიდი ალბათობით მეორე სერიაში იქნება time skip-ი, ანუ ნახავთ ცოტა მოგვიანებით რა მოხდება. ძალიან მაინტერესებს, ანუ მოგვიანებით რა შეიძლება 1 წელი იყოს სხვაობა და მეტი არა. ყოველ შემთხვევაში, აგერ არკეინის მეორე სეზონი ვნახე, დავასრულე და მერე ვიღებ ამ ვიდეოს. time skip-ის საერთოდ არ ყოფილა. ნუ, კაი, ახლა იქ ისეთი მომენტი იყო, რომ time skip-ი რო გაეკეთებინათ საშინელი იდეა იქნებოდა. მაგრამ აქ მაინც ისეთი რო გაეკეთებინ ეგრე პრობლემა არ მგონია იყოს. პირადად ჩემთვის, მაგრამ რავი. კარგი იქნება თუ იმავე მომენტიდან გავაგრძელებთ. შეიძლება რამდენიმე დღის შემდეგ, ან კვირის შემდეგ, მაგრამ არ მგონია რომ 1 წლისა და რამდენიმე წლის შემდეგ იყოს მეორე სეზონის მოქმედება.
ყოველ შემთხვევაში ამ ასე თუ გავყევით სადაც გავჩინეთ, ანუ ახლა ნერვიულობ იმაზე თუ რომელი პერსონაჟი დაგვტოვებს, ანუ დაგვტოვებს რა ხომ არის ისე რომ რომელიღაც პერსონაჟი ამოიღონ უბრალოდ სიუჟეტიდან, აი მაგალითად რომ წავიდეს სადღაც თუნდაც უცხოეთში და მე აღარ გამოჩნდეს სერიალში. იმედი მაქვს ასე არის ამედ, იმიტომ რომ თავარი გმირები ვინც არიან ხუთნი, ну 5 ვიტყვი, იმიტომ რომ ხუთნი არიან. არ მინდა რომ რომელიმე დაგვტოვოს, ანუ არის იმის შანსი რომ ხოლო ზუკა, ზაკა და სპარტაკა იყვნენ მეორე სეზონში, რაღაც მაგაზეც ვიფიქრე და ლადო და ვატო უბრალოდ ამოიღონ. ლადო არა მგონი ამოიღონ, მაგრამ ყველაზე მეტად ნერვიულობ ისევ ვატოზე, რა სანერვიულო არის მართლა რა ეგ კაცი. ვატო ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო და არის კიდეც და ძალიან არ მინდა რომ მეორე სეზონში არ გვყავდეს. ანუ მინდა რომ ნახოთ როგორ აეწყობა ცხოვრება, იმიტომ რომ წესის დარიგით უკეთესისკენ უნდა შეიცვალოს. მე მგონი ჩემი საყვარელი პერსონაჟებიდან, რავი, ვატო თქვი უკვე პირველი იყო, მეორე იყო ზაკა უეჭველი, მე ლადო, ზუკა და სპარტაკა. ზუკას და ლადოს შემიძლია ადგილიც გავუცვალო, მაგრამ რაც ხილ ლადო უფრო მომეწონა. უშუალოდ არ ვიცი რომ მე უფრო მომეწონა, ნუ ზუკას ძალიან მომეწონა და ლადოც. რავი, ზოგადად ხო, რაც არის დანარჩენი პერსონაჟებიდან, რომელიც მომეწონა, შემიძლია ვახსენო. მია, ჰენრი, არჩილი, გოგიტა, ну, მატყუ არა აფერისტიალი ყველაფერი, მაგრამ როგორც პერსონაჟი დამევასა. ტოლიკა ახლა სახეზე დანახული არ ყავს და აჯანდება თქვა არ ვიცი და ხაჩო. ეს პერსონაჟები, რომელიც მომეწონა ყველაზე მეტად. ძალიან მომეწონა რომ ყველა პერსონაჟი გამოაჩინეს ბოლო სერიაში. ანუ ერთგვარი შეჯამება იყო პირველი სეზონის მოქმედებების. ზაკამ რომ მამაოს ტელეფონი უყიდა ახალი. და ეს რა ქვია, კატალიზატორი რომ დაუბრუნეს იმას მიას მანქანას. ეს იყო არჩეულები და ლიზა და ზაკა რომ შერიგდნენ ესეც. კარგი იქნებოდა რომ ვატოს და ელენეს ისიც გვენახა შერიგება, მაგრამ რას ვიზართ. ყველაფერი ხომ უნდა მოხდეს. ასე რომ ხო, ზოგადად პირველი სეზონი კარგი იყო. მომეწონა, ვიხალისე კარგად, მაგრამ ძალიან და იმედი მაქვს მეორე სეზონიც არანაკლებ კარგი იქნება. ჩემი საყვარელი სერია იყო მეხუთე, ვიფიქრე მე-6 იქნება გადაუჯოկროს თქო, მაგრამ არა. მე-6-ში ძალიან მომეწონა ვატოს სცენა, ის რო წაიყვანა ეს ყაჩაღი. ვატოს სცენა მომეწონა ერთი და მეორე ის მომეწონა, რა ქვია, რაც უკვე ვთქვი, თავიდან რომ აჩვენეს. რაც პრობლემა ჰქონდა, ანუ ყველაფრის ფინალი რა, ესე რომ ვთქვათ. თუნდაც ზაკას ამბის, თუნდაც სპარტაკას და მიას ამბის და მინდა გითხრათ რომ პირველი ნახევარი ამ სერიის უფრო მომეწონა ვიდრე მეორე. მეორე იყო ჩვეულებრივი ანუ ბათუმში როგორ სეირნობდნენ და როგორ ერთობდნენ, რომ არ გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა ის ვატოს ნაწილი. იმ კაცის წაყვანის ყაჩაღის სანჩოსთან. მაგრამ პირველი ნახევარი უკეთესი იყო, მე თუ მკითხავთ. შეიძლება იმიტომაც რომ ლადო იყო პირველ ნახევარში, ანუ მთელი მეორე ნახევარი ამ სერიის ლადო არ გამოჩენილა, მხოლოდ ტელეფონზე ესაუბრებოდა ზაკას. მაგრამ რო გითხრათ რომ ეგ დიდად პრობლემაა, არა. მე მაგაში ვერაფერს სერიოზულს ვერ ვხედავ. ლადოს ისედაც საკმარისი ეკრანის დრო ჰქონდა. უბრალოდ ზოგადად, რო შევაფასოთ, პირველი ნახევარი ამ სერიის უფრო მომეწონა. ჩემი საყვარელი სერია იყო მეხუთე. და ყველაზე ნაკლებად ალბათ ისევ მეორე მომეწონა, იმიტომ რომ რა დავალაგოთ სერიები, იმის მიხედვით თუ როგორ მომეწონა. პირველ ადგილზე იქნება მეხუთე, მერე პირველი, მერე თუ არ ვცდები მესამე თუ მეოთხე.
არ ვიცი, ანუ მესამე და მეოთხე ადგილს გაიყოფენ მესამე და მეოთხე სერიები. მერე მეხუთეზე და მეხუთეზე მეორე. კარგი. დიდი ალბათობით მეოთხე უფრო მომეწონა ვიდრე მესამე, მაგრამ კიდე გადავხედავ რა. რამდენიმე მომენტს გადავხედავ მეოთხე სერიისას და მესამე სერიისაც, მაგრამ რავი, ჯერჯერობით არ ვარ დარწმუნებული. რაც შეეხება სიმღერას, დავარეაქტებ და მხოლოდ მერე დავიწყებთ დოროროს. როგორც უკვე ვთქვი, ახალი ანიმე სერიალი, რომელიც ჩანაცვლებს უსაშველოებს. ხო. ასეთი პირველი სეზონი იყო. ძალიან ვიზბოლენტი მომეწონა. იაპონურად რო ვთქვა. არივედერჩი დღეს ვფიქრობ სხვადასხვა მაგასეთ დამშვიდობებაზე ანიმეს რო დავიწყებ დოროროს ან რამოდენიმე სხვას ეგრე უნდა დაგემშვიდობოთ ხოლმე მისალმებით არიგატო კი არა კონიჩივა არივედერჩი დამშვიდობება საიონარა და უსაშველოებმა დამასწრო კარგი მე მგონი სულ ეს იყო ნუ სიმღერა მუსიკა მომეწონა ძალიან, ძირითადად მარტო ზუკას რეპი იყო, მაგრამ რაჯობია ზუკას რეპს. ნუ ზაზანოზაზის რეპს რაჯობია. კარგი. დავასრულოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ აღარ გავწევ მეც ისედაც საათნახევრიანი გამომდის, ნუ საათნახევრიანი არა, მაგრამ კაი წელი კი გამომდის. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო. იმედი მაქვს მოგეწონათ უსაშველოები, იმიტომ რომ მე მომეწონა. თუ მოგეწონათ დალაიქეთ ეს ვიდეოც და ჩემი ვიდეოც. გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ამ ვიდეოს უყურებისთვის. ვნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძელდებოდეთ.